მივალე ხადა გავაღვიძებ თუნმე წევს უკვე და ტელეფონში ყულებს და ეხლა რაღაცას გეტყვი არ წაგიყვან დღეს სკოლაში გაგიხარდა მე 6 არა ვარ 6 არა ხარ ხო გუში ხო გითხარი მეთქი 5 თუ წავა მეთქი მე 6 შენ იქნები არა მობ შერავინ არ იყო დღეს საერთოდ ჩვენი კლასის გარდა და მეორეს მენა საერთოდ არ წავა გიხარია აბა როგორ გიხარია როგორ რატომ გტუჩი წითელი აბა მოჩვენე მაგისვია ბანანა შოუს თამაშობ გიხალია ბაჭი ძალიან კარგი ბანანა შოუ კაბილა კი წავიდა და თავის მასწავლებელს მიულოცა დაბადების დღე დაბადების დღე მასწავლებელს ხო ესე რომ ბანანა შოუ ოჩა აი ეს ჩამოკიდა მიდენამ თავისი სერტიფიკატი მათემატიკის ოლიმპიადაზე ბრძანდებოდა ქალბატონი და კიდე აპირებს ხო კიდე წახვალ ხოლმე ხო იაროთ ხოლმე კარგი ინგლისურზეც ქართულზეც კარგი დედიკო გახვალ მეორე ტურში არ გახვალ და გამოცდილება მაინც გექნება წავიდეთ ახლა ჩვენ კიდე საჭმელი გავაკეთოთ ეს ისევ აგრილდა ცოტა ეს ჩვენი ჯეჯილი აბა ამხელა არის ერთი მილენასი ერთი კამილასი ერთი ქეთინოსი სამი ცალი და ესე დღეს მე მოკლედ გავაკეთებ ნაგეტსებს უკვე თითქმის გალყვა და გავაკეთებ ვერმიშელს აქ ვარ მეგობრებო გამარჯობა მოგესალმებით როგორ ხართ რა შვებით შემოკარილებო აბა მომიყევით ამბები გასაკეთებთ რა საქმიანობთ მილენას ახლა ჩაი დავალევინო ჩაი თუ კაკაო და მილენა ჩაი თუ კაკაო დე კაკაო მოუნდა საერთოდ კაკაოს აღარ სვავდნენ და ეხლა ისევ დაიწყეს რაღაცა პერიოდულად უნდებათ ხოლმე ხან ერთი ხან მეორე ერთი პერიოდი კამილა სვავდა ხოლმე სულ ეხლა კამილა აღარ სვავს და მილენამ დაიწყო ისევ შემოკარგებო ხვალ ქეთინო და ბავშვები შეგებავენ კვერცხებს ხვალ ქეთინო და ბავშვები შეგებავენ კვერცხებს მე კი რა მე დავიწყებ კასკების კეთებას ხვალ საღამოს ცობს და ჩავზილავ და დავტოვებ და პარასკევს დღისით გამოვაცხობ. ხვალ არის პარასკევი, მოკლედ შაბათს გამოვაცხობ. რატომაც ხვალ მეგონა. შაბათს გამოვაცხობ. კამილას კლასის გარდა სკოლაში საერთოდ არავინ არ იყო. არა და ისედაც ამდენი დღე მისცეს დასვენება, მთელი 10 დღე გადამულად შოქში ვარ და კიდე დღესაც არაო, ანუ ფაქტიურად მეორეს მენა არაო. ეს ფოტოშორის ბიბილოს ნაგეტსებიც მომეწონა ამ ბოლო დროს.
ადრე ისე რა იყო ხოლმე. ეხლა მომეწონა. არა ის მეორე კვალიკოს ფილმი უფრო გემრიელია მაინც. არა რაღაც სკოლაში, მაღაზიაში აღარ ჩანს ამ ბოლო დროს. ისინი პერმიშელს ჯერ ბრაწავდა მერე ხარშავ და შემდეგ ნაგეტსებსაც შევიწვა გემრიელი გამოდის ხოლმე და ტყემალიღა თუ მაგ დარჩენილი თუ არა და უნდა შევაზავო შესაძლებელი მაქვს წონილები დაჭრილი აღარ მაქვს რა ვქნა კეჩუპი მაქვს აი არა უშავს კეჩუპი იყოს კეჩუპი არის წონილი არა მაქვს ეხლა უბრალოდ მე ვიყიდი დღისით რომ შევაზავო ტყემალი ეხლა მილენა არ დამავიწყდეს კარგად გადავხედო მე პასკისთვის რევი დამჭირდება რომ კი მაქვს რაღაცები ნაყიდი მაგრამ არაფერი გამომრჩეს ეს არის ორი ქვილი ვიყიდე, შაქარი ვიყიდე, კვერცხი ვიყიდე, ქიშმიში ვიყიდე, რძე ვიყიდე, მარგარინი ვიყიდე, ზეთი მაქვს, დროჟი მაქვს, ვანილინი კარგი ქვილი ვიყიდე, გუშინ მეორე პაჩკაც თორე რამაშველებოდა. აი მერე ვიყიდი, მერე და ის მერეც მერე ისე უცებ მოდის, რომ მოკლედ თვალის დახამხამებას ვერ ასწრებ. შევბრაწე, ეხლა უნდა მოვიხარშოს. ეხლა ხო აი კაკაოს ყიდვად შეიძლება კიდე და დროჟი არა მაქვს შევხედე ეხლა მეგონა დროჟი მქონდა და თურმე არა მაქვს უნდა ვიყიდო აუცილებლად დროჟი მინდა და კაკაოც შეიძლება სხვათა შორის კიდე იმიტომ რომ ცოტა მაქვს და პრინციპში არა ამდენიც არ მეყოფა ალბათ კიდე დამჭირდება კაკაო იმიტომ რომ ზემოდან გლაზურს ვასხავ შოკოლადს ანუ რამდენიმეს ვასხავ
ათქვეფილ კვერცხის ცილას, ანუ ბეზის ვარიანტში და რამდენიმე სხვა შოკოლადს. კაია რომ დავხედე ხათე მეგონა რომ აი ზუსტად ვიცოდი რომ მქონდა კიდევ კაი დავხედე. სოდა მაქვს, ძმარი მაქვს, კაკაო მაქვს, მოგრეთ მარტო ის მინდა. ენდრო ვიყიდეთ ესეთი ამჯერად. წახვედი. ორი ცალია ესეთი ვიყიდეთ ენდრო. არ გაგვისინჯავს ესეთი, მაგრამ ქეთინო თქვა ვცდიო ამჯერად თუ სულ ქეთინო ღებავს ხოლმე და ქეთინო წითლად შეღებავს, ბავშვები გააფერადებენ მერე თავის საღებავებით სხვადასხვანაირად. ჩვეულებრივ მოხარშულს. კიდევ ვიყიდე ესეთი პასიპკა. ლამაზი, სხვადასხვანაირი, ესეთი მოყვითლო მომწვანოში, ლურჯი ვარდისფერში, გულები კიდე სხვადასხვა ფერის და იასამნისფერი ლურჯი ვარდისფერში, მოკლედ მე მგონი ლამაზი უნდა იყოს. პასკებზე ზემოდან ბავშვებსაც დავაყრევინებ, რამდენიმეს თითო-თითოს ბავშვებს დავაყრევინებ, ერთი კამილას, ერთი მილენას დავუშვათ და დანარჩენებს მე თვითონ გავაკეთებ. და მაქვს კიდევ ბევრი 1-300-400 გრამი ზუსტად არ ვიცი რამდენი იყო, ვიყიდე ქიშმიში კიდე. ესეთი შეიძლება ძალიან კარგი არ იყოს, მაგრამ არ ვიცი გადავარჩევ, წონით ავიღე, გადავარჩევ, კარგად გავრეცხავ და ღამე თბილ წყალში ჩავალბობ, რომ უფრო ესეთი რბილი და ნოყიერი იყოს. მინდოდა კიდე მეყიდა სუკატები, მაგრამ რაღაცა იმ დღეს დამეზარა და დღეს უკვე მაღაზიაში ვეღარ ვნახე. მაგრამ მაქვს დაჭრილი, ამასაც ვუზავ აუცილებლად, დაჭრილი ფორთოხლის, გაყინული სხვათა შორის ფორთოხლის კანი, გემრიელი იქნება და ამასაც აუცილებლად ვუზავ შიგადაში. სხვათა შორის რამდენი რამეც არ გავყინე, ყველაფერი ძალიან კარგად მადგება. ყველაფერი იყინება, რაც კი შეიძლება. დაჟე პასკაც კი იყინება, მეგობრებო, თუ და აქ დაუშვათ და უკვე მოგბეზდათ პასკების ჭამა, შეგიძლიათ ცელოფანში კარგად შემოახვიოთ, ისე რომ ანუ ნახრეტები არ იყოს და გაყინოთ. გადმოიღოთ გინდ ზაფხულში, გინდ რა ვიცი, როცა მოგინდებათ. ჩვეულებრივად გალღვება და მშვენიერი იგივენაირი იქნება ზუსტად. ანუ მაგით არაფერი არ დაშავდება საერთოდ. დავადგავ კიდევ და ნაგეცებს დავიწყებ. რამდენი ხანია ცხელი არ მოგდიოდა. იმ დღეს წყალი გათიშეს ერთი საათს ერთი თვის წინ და მე რო წამოვიდა ალბათ ისე ქვიშიანი კენჭიანი წამოვიდა და გაითიშა ცხელი წყალი. გაიჭედა ალბათ და მინში რაღაცა. და გუშინი რაკლი აკეთებდა. ხება ეგეთი რაღაცები და შუაღამემდე აკეთებდა და კი გააკეთა სხვათა შორის და რა ვიცი, ანუ ბევრი რაღაცის ის სახში კეთება შეუძლია, რაშიც ძალიან დიდ ეკონომიას ვაკეთებთ, ანუ მასტერის გამოძახება არ გვიწევს. ასე რომ ესე ძალიან სად გავწიო ეს ყველაფერი? ძალიან დიდ ეკონომიას ვაკეთებთ ამ ყველაფერში. პასკებიც კი შემეძლო მეყიდა, მაგრამ აი სად სახში გამომცხვარი და სად ნაყიდი. ხომ ეთანხმებით ახლა და კი ბევრი ამბობს მე არ შემიძლია, მე ვერ ვაცხობ და მე არ გამომდის და მე კი ვთვლი რომ პასკა ნუ ისეთი რამეა რომ რა თქმა უნდა შეიძლება ხა ყველას არ გამოვიდეს, მაგრამ თუ
საერთოდ რაღაცებს აცხობს სახში და ხაჭაპურს, რა ვიცი, გინდ პერაშკებს, გინდ ფუნთუშებს, ანუ აი არ არსებობს, მე მგონი რომ არ გამოგივიდეს მაშინ. თუ საერთოდ რაღაცებს აცხობს სახში და თუ ხელი მიჩვეულია, ხო? მაშინ აუცილებლად გამოგივა მე ვთვლი. რა თქმა უნდა იყო კარხასიაძე, რა თქმა უნდა, ანუ ყველა კარგზე უნდა იფიქრო, კარგზე. იყო კარგ განწყობაზე და აუცილებლად ყველაფერი გამოგივა. ეხლა უნდა გავიკეთოთ წინსაფარი, თორე ჩემი ამბავი რომ იცი მთელი ზეთი ზედა მეტყობა წინსაფარის ახალი საყიდი მაქვს და ასე ვთქვათ ეს სეზონი ჩავამთავრო ზაფხულამდე. მერე იქ მესაჭმლის კეთების ნებას არავინ არ მაძლევს. ზაფხულამდე ჩავამთავრო ეს სეზონი და მერე სექტემბერს რო ჩამოვალ ისევ სასექტემბროდ აუცილებლად რაღაცებს ვიყიდი კიდე, რასაც ფიქრობ რომ ჭირდება სამზარეულოსთვის და განვაახლებ რაღაცებს. ჩაიბარებს ჯართი ხომ არა გაქვს იმის. ესენი ჯერ ბოლომდე არ galva, ამიტომ ნელ ცეცხლზე დავდგავ და დავაფარებ სახურავს. და სახურავი მინდა პატარა ფოლის. პატარა ტაფასავის სახურავი არ აქვს. ესე კარგია. და ვფიქრობ, ეხლა კიდე ორქიდეას, რამდენჯერ გითხარით უკვე, მაგრამ კიდე გეტყვით. აი ზედა ნაწილი უნდა მოვაჭრა. ანუ ეს იყო ცალკე ყვავილი, ამოვიდა შარშან და მე ამ ყვავილს მოყვა ფოთლები რო გაეზარდა ეს ფესვებიც, ესენია ფესვები. ეხლა უნდა ესე მოვაჭრა, ვფიქრობ და წყალში ჩავდო, რომ კიდე გააგრძელოს თავისი ფესვების გამოშვება. მე რაღაცეებს გამხმარ ტოტებს და გამხმარ ბალახს ვიპოვი და ზემოდან ცოტა მიწას დავაყრი და ახალ ქოთანში გადავრგავ სადღაც ცოტა კიდე გამოუშვას ფესვები მერე წყალში და აი სანამ სოფელში წავალ მერე მოკლედ, იმიტომ რომ აი აქაც დაბლა კიდევ ბევრ ახალ ფესვებს უშვებს, აი პატარა ფესვებს და ეს უკვე ზედმეტია, ამიტომ რომ ველოდებით ეხლა ამ ზაფხულს კიდევ ახალი ყვავილი გამოუშვას. წელიწადში ერთხელ უშვებს, როგორც ვიცი. ეხლა უნდა გავაკეთო ვაპირებ. რაში გადავრგა არ ვიცი, რაღაცა მქონდა და რამე ბანკას ავიღებ, ალბათ ჩილას ავიღებ რამეს პატარას და მაგაში ვიზავ. მზად არის მეგობრებო, ბავშვები არაჟანთან ერთად მშვენიეურად ჭამენ, ასე რომ ეგეც ნაგეთსთან ერთად
ძველია დედიკო ძალიან და იმიტომ. არა რომელი წლიდან. არ ვიცი დედა რომელი წლიდან აბარავი, აი. ძალიან ძველია 2009 წლიდან. ჩემ რეცეპტების წიგნზე მეუბნება რატო ესეთი დაჩხაბნილი უკნიდან, ანუ დაჩხაბნილი არ არის თავისი რაღაცა ესეთი ზედაპირი აქვს მომძვრალი რა და რატო ესეთიო მეთქი ძალიან ძველია და იმიტომ 2009 წლიდან მაქვს ასე რომ წერ ხოლმე რაღაცებს რეცეპტებს ძალიან ბევრი მაქვსო არ შემიძლია ვთქვა მაგრამ მაქვს და ჩემი საყვარელი რეცეპტები დამცხრები რა ვიცი კერძები სალათები და ასე შემდეგ მოკლედ კეთინა დაიდა ერთი წუთი მოდით რა ვას ერთი წუთი რაღაც უნდა ვკითხო ხო ამის მოჭრას რო ვფიქრობდით მოვაჭრა წყალში ჩავდავ ხო რა ვიცი რომ წყალში რატო დაფერმე ჯერ წყალში ჩავდავ და ისა ვიყიდი მერე ისინიც უნდა რაღაცა პილკები მოხო კარაჯერება და ეგეთი რაღაცები ერიეს აგები რაღაც ხო არა იმიტომ რომ მე ვფიქრობ უშლის შეიძლება ახალი რაღაცას ესენი ისენია ფესვებია ისევ ხო მაგრამ ალბათ ყოველს სასაცილოდ არ ვიცი ხო ამიტომ მაგრამ ყოველიც ამოვა ამას ვეჭველი კიდე კაი მაშინ მოვაჭრე ხა და ცოტა ხანში წყალში მაგაში არცადო მოგცემ მიგედარემე არის რამე აკების მეტი რამე ოღონდ ცოტა ფართები რო ქონდეს ეხლა გავაკეთოთ ოპერაცია. ოპერაცია გავაკეთოთ ეხლა. გამოვიდა აი ეს იმედია იხარებს აი ეს წარმოიდგინეთ ესენი ყველა ფესვებია ფესვები აი რასაცილოდ ესდება ამას ფესვები ერთი ზემოთაც კი წამოვიდა და ფოთლები აგერ უკვე 1 2 3 4 5 ფოთოლი აქვს იმედია კიდე ამოვა და კარგად იქნება ცოტა ძველი წყალი სადაც მეორე ჩაინიკი უბრალოდ მეხვა. ცოტა ძველი წყალი დავასხა. არა, ეს მთლად გამოდის წყალი. კეთინა და ეგ არა, მთლად გამოდის წყალი. წყალი ძიანა გამოდის მოკიდა. ყოველ დღე კიდე
ამიზმე ვერნა. Daraia, isso ხო, aí. არტო. და კამილაკრას იმედი არაფერი არ უცდება. აცი სიჯერაც დამხედია. სამალე ჩემი კალციუმი. ანუ ეს ტოტიც მოვაჭრა ხომ მთლიანად? Vai a ვიცი, მაგაზე ხო იყო ყვავილიდან. არ ვიცი, რა ვიცი, აბა. და თავიდან არა მოვავითო? რავი, იყოს მაშინ რა. მოჭარი? ჩერა მომჭრეს. ის თათოლეგეს კიდე ამოვიდეს მასეთი მაგაზე. იყოს მე არაფერს არ მიშლის. მიდი აბა, შემიცი. კარგად გაიზარდე. და მოვქექავ რამე ძველ ბალახს. ესეთი ამბები, იმედია კარგად გაიზრდება. კარგი მეგობრებო, ახლა მე უნდა გავიქცე ჩემს შვილიკოსთან. ნაგეცების პრინციპში მზად არის. გაჩვენებთ ახლა 1-2 წელს. როგორი გამოდის? გემრიელად ახლა დავახვეწე კამილას. კამილას ჯერ არაჟანს არ დაუდებ, იმიტომ რომ მე დაწყალდება და ჯობია ესე იყოს. აი ესე მეგობრებო, დავახვედრებ ეხლა და შეჭამს უცებ. ეგრევე როგორც შემოდის მეკითხება ხოლმე დედამ შია რა გვაქვს საჭმელიო და მოგეთ გემრიელად მივთვით მეგობრებო, ძალიან გემრიელია და არც საერთოდ არ არის ძნელი, მე თუ მკითხავთ. მიყვარხართ ძალიან, ბევრი ლაიქები და კომენტარები. და თუ რა თქმა უნდა გამოწერილი არ გაქვს დღემდე ჩვენი არხი, აუცილებლად გამოასწორეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. მიყვარხართ, დროებით, წარმატებული დღე.